მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა კადრის მიღმა. ჩვენ კი მისი წამყვანები გიორგი კობიაშვილი და თინათინ ასათიანი გახლავართ. მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ხელოვნება ცოდნეობის დოქტორი და კინორეჟისორი ქალბატონი თინათინ ჭაბუკიანი. დიდი მადლობა ქალბატონო თინათინ გადაცემაში მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დღეს ვისაუბრებთ ქალბატონი თინათინის ახალ ფილმზე ალაზან სიკით ჰერეთია. ქალბატონი თინათინ, როგორც ცნობილია, ფილმის გადაღება საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა და რა იყო ამის მიზეზი, რამ გამოიწვია? ნამდვილად ასე იყო, მოხდა ისე რომ კარგა ხნის წინ თარიღის დასახელებაც კი არ მინდა იმდენი ხანი გავიდა, ფილმის გადაღება დავიწყე, ეს რთული რეგიონია, მოგეხსენებათ, იქ წასვლა კი ხერხდება ხოლმე სიუჟეტები, რაღაც გარკვეული ფილმებიც არის გადაღებული, მაგალითად ნიკო წულაძეს აქვს ზღვარი გადაღებულია კანდელაკის ფილმი, ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი ადრე, კალანდიამაც გადაიღო თუ არ ვცდები და სიუჟეტებიც იყო, მაგრამ იმისთვის, რისთვისაც მე წავედი, ძალიან რთული იყო წასვლა, რას გულისხმობ? მოხდა ისე, რომ საჭირო შეიქმნა გადაღებულიყო მთლიანად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრაზე ხალხის მსვლელობა და დღესასწაული. და რით იყო ეს კიდევ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ 100 წლის განმავლობაში მეუფეს წირვა არ ჩაუტარებია. ანუ ეს ფილმი დავიწყეთ საპატრიარქოდან. ანუ ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს მაშინდელმა საპატრიარქოს ხელმძღვანელებმა, რომ როგორღაც იქ გავწავსულიყავით და ამ თემას შევხებოდით. ანუ ეს იყო რთული, როგორი მომენტია, იცით, რომ ეს თვითონ წმინდა გიორგის დღესასწაული ცხადია ერთი დღეა და უფლება იქ რომ დარჩე, ამის საშუალება არ იყო. ამიტომ ერთ დღეში განარა უნდა გადაიღო, გარდა იმისა, რომ მთლიანად ამ პროცესს გადაიღებს სვლელობას და საჭირო შეიქმნა მეორე წასვლა. როგორც იცით, გიორგობა საქართველოში ორჯერ აღინიშნება და მეორედაც მოვახერხეთ და წავედით. თუმცა თვითონ ყოფა იქაური ეთნოგრაფია შეუძლებელი იყო გადაგვეღო, იმიტომ რომ ვერ შეძლებდი ისევ და ისევ დროის სიმცირის გამო. ამიტომ ფილმი საჭიროებდა გამართვისათვის ბევრ რამეს, რის გამოც შემდეგ უკვე მომიწია მუშაობა არქივში, დამატებით უკვე დავიწყე მოძიება ძველი მასალების, ფოტოების და დრო გავიდა. ამასთან ერთად ამას დაემატა ისიც, რომ ის ხელმძღვანელობა, რომელმაც ითავა ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი არა, ჩვენი ჯგუფის გაგზავნა, შეიცვალა. და ამან გამოიწვია ის, რომ მეც წამოვედი იმ ტელევიზიიდან, საპატრიარქოს ტელევიზიიდან, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავია რეჟისორებისათვის, რეჟისორები მიდიან და მოდიან, ასე ვთქვათ და დავჭი ამ მასალასთან პირისპირ და შემდეგ უკვე საჭირო იყო, კარგად მოგეხსენებათ, გადაღების გარდა სხვა პროცესია და ფილმით საჭიროებდა რაღაცნაირად დასრულებას, არა მარტო მონტაჟს, არამედ თვითონ მასალის მოპოვებას. ამასობაში იცოდნენ რა ჩემმა მეგობრებმა ჩემი ეს წუწუნი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთმა მათგანმა გამაცნო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ჰერეთი. ის არ არის იქაური, ის არის დედოფლის წყაროდან და შემიძლია მართლა ვთქვა, რომ ეს არის ნიკო ბენიაიძე, ფილმში თქვენ ნახავთ, რომელსაც ისე კი არ უყვარს, მართლა უყვარს ეს კუთხე და კიდევაც ზრუნავს მათზე და როდესაც გაიგო ეს მე ეს კაცი რომ გავიცანი, უბრალოდ უთხარი რომ აი ესეთ დღეში ვარ და თუ შეგიძლიათ რომ მომეხმაროთ რომ კიო მითხრა და მენდო ამას რატო ვამბობ, იმიტომ რომ შემდეგ აღმოჩნდა ბევრი საინტერესო რამ. ეს კაცი არ იყო მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც უყვარს ის კუთხე თეორიულად. ამ ადამიანს იქიდან წამოღებული აქვს ქვევრები შემონახული იქაური და არ დაკარგა, არ დაუკარგა ქვეყანას, ასე ვთქვათ და ძალიან დიდ საქმეებსაც აკეთებს და მიხარია რომ გავიცანი და შემდეგ რაღაცები დავამატეთ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იქ ვერ ჩავწერე, როგორც გითხარით და ეთნოგრაფიაც უკვე დავიწყე სხვა კუთხით ფიქრი და ადამიანებიც აქეთ მხარეს ჩავწერე დედოფლის წყაროში და ასე
გაგრძელდა ეს პროცესი, ასე ვთქვათ და ამიტომ მოვუდი დიდხანს მის გადაღებას. და კიდევ არ დავკმაყოფილდი მხოლოდ ერთი ხაზით, რელიგიურით. მომინდა რომ ამ კუთხის შესახებ რაღაცა მეტი ინფორმაცია ასე ვთქვათ დამედო. და რამ შთაგაგონათ, რამ გიბიძგათ, რომ ამ თემაზე გადაგეღოთ ფილმი? ხო, ეს ისე პირადულს უკავშირდება, იმიტომ რომ გარკვეულწილად ფესვები მაქვს იქიდან. ხო, და ბავშვობაში მე ხშირად ვიყავი, მამაჩემი იქიდან არის. და ძალიან დიდი სიყვარული დამრჩა ამ კუთხეზე. ასე რომ როგორც ამბობენ და ცხადია, ასეც არის, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. და თავი ვალდებულად ჩავთვალე. მე ასე ვთვლი საერთოდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის რაღაცნაირად ანგარიში უნდა გაუწიო, როგორ თქვა, ვალდებული ხარ, რომ შენ კუთხეზე რაღაცა თქვა. ამ შემთხვევაში, როდესაც ხარ რეჟისორი, იმიტომ რომ არსებობენ რეჟისორები, რა ვიცი, დიდ თემებს ეჭიდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დიდ თემებთან ერთად ესეც აუცილებელია. რაღაცა ჩემთვის ეს უფრო იყო, როგორ გითხრათ, ვალდებულება ცუდი სიტყვა. აუცილებელი რა, ისთვისაც უნდა გამეღო ჩემი ენერგია და ჩემი შრომა. თქვენ ახსენეთ, რომ იმუშავეთ არქივზე. უშუალოდ ადგილზე რომ მიხვედით, იქ როგორ დაგხვდნენ ქართველები ამაზეც როგორ? აი იცი, გიორგი, როგორი თემაა, იცით, საზღვრისპირა კუთხეები კონკრეტულად მარტო ჰერეთზე არ ვიტყოდი. თქვენ კარგად იცით, სხვა მდგომარეობაში იყვნენ ოდითგან. ეს რთული საკითხია, აქ ბევრი რამ არის. საზღვრისპირა კუთხე ყოველთვის არის დარტყმის წინაშე და ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ხო, და ინარჩუნებენ ასე ვთქვათ, იდენტობას, თვითმყოფადობას, რელიგიას, ენას, რწმენას, მე ვთვლი, რომ არც მეტი, არც ნაკლები მამაცი და გმირი ხალხია. ეს არ არის ესე ადვილი სათქმელი თემა. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება საჭირო მათ მიმართ. ჩვენი ქვეყნიდან მათ ეს სჭირდებათ. ქალბატონ თინათინ, როგორი იყო გადაღების პროცესი და როგორი იყო რესპონდენტებთან ურთიერთობა? გადაღების პროცესი თვითონ ის დღე ისეთი დღესასწაულია, რომ ყველა ბედნიერია და უამრავი ადამიანი მოდის. სხვათა შორის იქაურები კი არა, აქეთ ხომ გადმოსული არიან უამრავი ადამიანი, თქვენ იცით, იქიდან ბევრმა დატოვა იქ და ადრე გადმოვიდნენ დედოფლის წყაროში ცხოვრობენ და თბილისშიც შესაბამისად და ყველა ვინც არის, უმრავლესობა ამ დღეს ყველანაირად ცდილობს, რომ იქ ავიდეს და პატივი მიაგოს ქურმუხის წმინდა გიორგის და დღესასწაულს და გარდა ამისა, მარტო ისინი არა, იქაურებიც ვინც არიან აზერბაიჯანელები, ისინიც დიდ პატივს სცემენ. და ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი თავის რელიგიას უარყოფენ, მაგრამ თავს უხრიან და თქვენ ნახეთ ალბათ ფილმშიც ის ეპიზოდი. დიახ, ხო, ანუ მათთვისაც დიდი დღესასწაულია, ისინიც ასევე თვლიან და ესეთი ხალხია ძალიან კეთილმოსურნე, ჩვეულებრივი ქართველები არიან, ჩვეულებრივს ვერ ვიტყოდი, უფრო წნეხის ქვეშ არიან, უფრო მეტად იბრძვიან რწმენისთვის. და ესეც არის, სადაც ასეთი წნეხია, სადაც არ გაძლევენ უფლებას, იქ უფრო ძლიერდება თითქოს სული, უფრო ახლოსაა უფალი. ფილმში გაქვთ გამოყენებული საკმაოდ ისეთი ორიგინალური მუსიკა. თქვენ არჩიეთ ეს თუ ვინმე შემოგთავაზათ? არა, ახლა უნდა ვთქვა კიდევ ერთი საიდუმლო კომპოზიტორი, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს, ეკა ჭაბაშვილი, ფესვები იმასაც იქიდან აქვს, ხო. ძალიან საინტერესო კომპოზიტორია და მან შეისწავლა, ასე ვთქვათ, იქაური მცირედი დატირებებია უფრო, იქ სიმღერა ნაკლებად. იმიტომ რომ არ ემღერებოდათ, მოდი ასე ვთქვათ. ამიტომ ეს დატირებები იქ ჟღერს ხოლმე და მისი ინსპირაცია ეს იყო და აქედან ააგო შემდეგ და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ იმასაც ესეთი სურვილი ქონდა. ანუ აქვე მინდა ვთქვა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი უფრო
ასე ვთქვათ, ყველა თავისი სურვილით მოდიოდა, რომ რაღაცნაირად თავი მოგვება ამ ფილმისთვის. ქალბატონო თინათინ, შემოქმედებით ჯგუფსაც რომ ვესაუბროთ, რამდენი ადამიანისგან შედგებოდა და რა არის მათი წვლილი? ხო, ვინაიდან დიდხანს გაგრძელდა ეს პროცესი, ცხადია, რომ შემოქმედებითი ჯგუფიც არ იყო, ასე ვთქვათ, 1-2 კაცისგან შემდგარი, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოპერატორი მომყვებოდა. ძირითადად დიდი ნაწილი ფილმისა ეს გადაღებულია თემურ სულაბერიძის მიერ. ამ ადამიანთან ერთად ბევრი მაქვს ნამუშევარი და უკვე, ასე ვთქვათ, ერთმანეთის ერთი გადახედვით იცის რა მინდა, როგორ მინდა და რა კადრს ვეძებ. ბატონი ნუგზარ მოზაძეს იცნო, ბატონ ნუგზარიც მუშაობდა და კიდევ ახალგაზრდა ყმაწველი დავით ალავერდაშვილი, რომელიც აი ექსტრემალურ სიტუაციებშიც ღებულობდა მონაწილეობას. მინდა აუცილებლად აღვნიშნო დიდი შრომა ჩვენი გიგა ჩაფარიძის, რომელიც არ ვიცი, იობის მოთმინებით მიტანდა, შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მაგრამ ყოველთვის მე უკვე ბოლოს ძალიან ნერვიულობდი ამდენ დროს როგორ გახარჯინებ თქო და თავარია ხომ ვაკეთებ და დიდ საქმეს ვაკეთებთო. აი ეს იყო მისი პასუხი და რა ვიცი, ასე რომ ეს ჯგუფი შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად აკეთებდა ახლა აღარ ხმარობენ ამ სიტყვას პატრიოტიზმი ცუდად ჟღერს, ხო იცით, რაღაც სამშობლო უყვართ ამ ხალხს რა, ვინ შემგვერდით იყო. შემთხვევით არც ერთი არ იყო, შემიძლია ნამდვილად თქვა. ხო და როდესაც ამდენი კარგი ადამიანი გვერდში გიდგას, საქმეც წინ მიდის. გამოვცდით მაწიმს. წარსული ფარსაგად მაწიმს. შევყურებ მინდვრებს, კლდეებს, ქედებს, მთებს, ტაძრებს, ხიდებს. შენ უკვე სხვისი მიწა გქვია ჰერეთო. შენ ხომ გაკრიდეს. დარუბანდიდან ჭიშკრით კლიტენით ასე გამოვლო დავითმა გზანი. გაქარდნენ დედაო ძველნი მიზანი. საინგილოში ვეძებო რაღა, ტაოკლარჯეთში ვეძებო რაღა, სამაჩაბლოში ვეძებო რაღა, ან აფხაზეთში ვეძებო რაღა. ქალბატონი თინათინ, თქვენი ფილმი არის დოკუმენტური. გარდა რაღაც ისტორიული ფაქტებისა და უცნობი, საკმაოდ უცნობი ფაქტებისა, თქვენი ფილმი არის ძალიან ემოციური. მე მაინტერესებს, როგორ შეხვდა მაყურებელი თქვენს ფილმს და რა რეაქცია ჰქონდა პირველი ნახვისას. ხო იცით, ახლა დოკუმენტური ფილმზე საერთოდ ხომ იცით, ცოტა ძნელია ხოლმე, მით უმეტეს ასეთი ტიპის ფილმზე, რომ რა ვიცი, ტაშის დაკვრა და რაღაცა დიდხანს ხშირად არ ხდება, ეგ ერთი, მაგრამ ამ ფილმის შემთხვევაში, ფილმები რომ თავდება დახურულ ჩვენებებზე, ვიღაცა სურვილი უჩნდება რაღაცა თქვას, ყოველთვის ასე ხდება, არ არსებობს, ხო? ეს ის შემთხვევა იყო, რომ როცა არავის სიტყვის თქმა და ემოციურად ისე იმოქმედა, რომ რა ვიცი, მინდა გითხრათ, რომ გამიკვირდა კიდევაც მამაკაცებსაც კი არ დაუფარავთ, რომ თვალშიცრემლი ჩავდგათ. რა სიტყვით პრემიერაზე? იყვნენ თუ არა პრემიერაზე ფილმში მონაწილეები, ჩამოსულები? არა, მასე ასეთი რამ ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ როგორც იცით, ჯერჯერობით გზა არ არის გახსნილი სახმელეთო. ამაზე მიდის მოლაპარაკებები და ისინი ძალიან ელოდებიან, როდესაც ეს ფილმი გავა ეთერში. და თქვენ თუ გაქვთ მათთან კონტაქტი? ან თუ იციან, რომ ამ ფილმის პრემიერა უკვე შედგა? არა, რასაკვირველია, ვინც აქ ცხოვრობს, იმათი დიდი ნაწილი აქ იყო. ვინც აქ ცხოვრობს და ერთი რაღაც მინდა გავიხსენო. ძალიან უცნაური. და თქვენ ნახეთ ალბათ სიუჟეტი ალიბეგლოს თეატრზე, იქ ხო თეატრი არსებობს. და იცით ისტორია ბატონ ანზორ დოლენჯაშვილის დიდი შრომა ჩადო.
ამ საქმეში და მოწვეული ყავდა მისი მეუღლე. ანზორი გარდაიცვალა. და იცით რა მითხრა? გაუგნებული დავრჩი. ის მადლობაო, იცით რატომო? იმიტომ რომ სულ ვამტკიცებდი რომ ქართველი ვარ. და თქვენ ანუ იცით რა და სულ ფიქრობდიო იქნებ ვინმე ოდესმე გააკეთოს ისეთი რამე რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგესო. მე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ჩემთვის. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა არის საკმაოდ არაპროგნოზირებადი საქმე და იქ სცენარიც კი არ არის ზუსტად გაწერილი. მაინტერესებს თქვენ როგორ მუშაობდით და ხო არ გაგიჭირდათ ამ მხრივ? აბსოლუტურად მართალი ხარ. დოკუმენტური ფილმი ეს არის ცხოვრება. ცხოვრება ყოველთვის არ არის ასე ვთქვათ ისე დალაგებული რომ როგორც მხატვრულ ფილმშია ახლა აწყობს სცენარს და მიზანსცენებს. აქ შეუძლები კი იცი რომ მიდიხარ დავუშვათ კონკრეტულად რომ უნდა გადაიღო ობიექტი დავუშვათ ტაძარი ან სასაფლაო. ცხადია ეს იცი, მაგრამ იქ მე რაღაცა ხდება არ ვიცი რა ვთქვა მისტიკა როგორ ვიხმარო მაგრამ უცნაური რამ იქ შეხვდება ვიღაცა მწყემსი უსვათ შეხვდება და ის გაძლევს თვითონ შემდეგ გზას იმპულს იმისათვის რომ იქითკენ განვითარდეს ეს არ არის არა იქ თვითონ ეხლა სიმართლე გითხრათ მე ხო არ ვიცოდი იქ რომ ვიღაცა გოგო და ბიჭი ჯვარს იწერდნენ აქედან წასულები ეს იყო საჩუქარი ხო, ნუ ახლა შემთხვევით, თლათ შემთხვევით ხო გავიკითხე ვინ დაიწერა და ის, მაგრამ მე ეს შემთხვევითობა ხო, მე არ დამიგეგმავს, თორე ეს შემთხვევითობა მე ასე ვთქვათ, გამოვიყენე ჩემთვის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ეს მართლა იყო, ეს არ იყო დაგეგმილი. აი დავუშვათ იგივე სასაფლაო რაღაც ფერწერული იყო, ჩემთვის მართლა საოცარი იყო, იქ რო ნახოთ საოცარი სანახავია და ის რომ ეს აკლდამები არის თურმე ადამიანის სიმაღლის ასე იყო ადრე ვინც გარდაიცვლებოდა და მე ამან მომცა იმის ასე ვთქვათ ბიძგი იმისკენ რომ ესენი გადამეღო როგორც დამდგარი ჯარისკაცები ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასე იყო ეს აი იქ ხდება ყველაფერი. თუმცა რაღაცა შეიძლება ისეთი გადაიღო, რომელიც არაჩვეულებრივია, მაგრამ ფილმის აწყობის დროს უნდა შეგეძლოს, რომ მასე უარი თქვა, იმიტომ რომ ხელს გიშლის, სხვა მდინარებაში მიდის, სხვაგან მიდის. მე ნამდვილად არ ვიცოდი ახლა ამ კაცს, როდესაც ვიღებდი დედოფლის წყაროში, რომ ვესაუბრე, თვითონაც არ უთქვია, რომ წავედი მინდოდა გადამეღო ალაზანიდან, გადასახედია ჰერეთისკენ. აი ეს ვიცოდი. ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ იქ რომ მივედი და ვნახე რომ ისეთი ადგილია, გადასახედი მარტო ერთი წერტილი ხო არ არის, რამოდენიმეა, სადაც ტაძარია, უკვე გამიჩნდა სურვილი რომ იქ გაევლო ამათ, გაევლოთ ისე როგორც დასაწყისში და როგორც ფინალში, რაც ფინალში მაქვს. ხო, ფინალიც როგორც იმედი იმისა, რომ გაივლიან ესენი აუცილებლად და იხედებიან ისკენ და ლექსიც შემთხვევით ვიპოვე. აქ ლექსიც მინდა თქვა ნამდვილად, იმიტომ რომ ბევრი ვეძებე არ დაგიმალავთ ჩვენს კლასიკოსებშიც, რომ ყოფილიყო, ახლა მიზეზთა გამო იცით ჩვენ საბჭოთა კომუნისტური ქვეყანა იყო და არ შეიძლებოდა და ამიტომ ლექსებიდან ყველგან ეს ჰერეთი საინგილო წოდებული ამოღებული იყო. ამიტომ არავისთან არ იყო, ძალიან ვიწვალე. ერთი ორგანო ნახეს, მაგრამ არ იყო ისეთი სიმძაფრის, ერიდებოდნენ. ყოველ დროში მოდი ესე ვთქვათ, ხელოვანებიც ყველა მამაცი ვერ იქნება. ყველას არა აქვს ის გაბედულება ყველაფერი თქვას და ვერც ვამტყუნებ. ბევრი რამ ხდება, ხო? ამიტომ აი ესე ვეძებე, ვიფიქრე მე იქნებ თანამედროვე ვინმე რამე დაწეროს და რატომ მინდოდა თანამედროვე? ეს ჩემი პოზიცია გულახდილად რამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ
აი ჩემთვის მაგალითად ეს ლექსი, სადაც მოხსენებულია ყველა ის კუთხე, რომელიც ამ წუთში მოწყვეტილია ჩვენს დედასამშობლოს, იცით როგორ ფორმას ღებულობს, რომ აი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ხომ ჰერეთია, 100 წელია გასული უკვე. 100 წელია გასული, რაც საბჭოთა კავშირის დროს გაიცა. დანარჩენი კუთხეები ხომ ახლა მოხდა ოკუპაცია, იცით ბავშვებო და დასამალი ამაში არაფერი არ არის. და აი ამ ლექსში ამ ავტორმა, რომელსაც ფსევდონიმი აქვს რა, ილტოსპირელი, ასე ვთქვათ ამ ადამიანს, ასეცა გამოქვეყნებული ეს ლექსი, შემთხვევით ვიპოვე, მინდა გითხრათ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ლექსში არის ჩემთვის ეს ზარები იმისა, რომ თუ ძალიან ძლიერად არ დადგება ჩვენი ქვეყანა და ამ საკითხებს არ მიხედავს, 100 წლის შემდეგ ის დანარჩენი კუთხეებიც ემანდა ამ მდგომარეობამდე არ მივიდნენ თქო. აი ეს იყო. თანამედროვე პოეტის ლექსია, ხო? დიახ, თანამედროვე ახალგაზრდა კაცია, ძალიან მამაცი. პირდაპირ ვიტყვი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მიხარია რომ რაღაცნაირად ესეც განგებს. ეს ლექსიც შემთხვევით სულ არ მინდოდა ეხლა დოკუმენტურ კინოში ლექსები და ის. ხო, რაღაც მე მაქვს რაღაც ტენდენცია ამისკენ. ხო, და რა ვიცი, ფიქრობ რომ ზუსტად ის არის, რის სათქმელიც არის და მოიტანა ის რაც მე ყოველ შემთხვევაში შევეცადე, მე ამის თქმა მინდოდა. ფილმში ისმის მთხრობელის ხმა. აი ესიც რომ გითხრათ ვინ არის? მთხრობელი ჩემივე ჯგუფელია, მსახიობია, თენგიზ წულაია და არაჩვეულებრივი ხმა აქვს და მასაც ტკივილი აქვს, იცით? ესეც შემთხვევით არა, იმიტომ რომ დაკარგული აქვს რა აფხაზეთში თავისი ტერიტორია. მას ეს აქვს, აი მას ეს კარგად ესმის. აი ასეთი თემების კეთება ალბათ მაინც იმ ადამიანებმა უნდა აკეთონ, ვისაც რაღაცა ტკივილი მოყვება. ზოგადით ვერ გაკეთდება. თუმცა უნდა გითხრათ საოცარი რამ აი სკანდელაკის ფილმი, რომელიც ფრაგმენტები გადმოვიყენე, რით არის მნიშვნელოვანი. იცით ვინ ახმოვანებს? ხორავა, აკაკი ხორავა. ესე იგი რა იმაზე იყო ეს საკითხი აყვანილი, რომ თავად ხორავა ახმოვანებს და კიდევ რა მინდა ვთქვა დოკუმენტურ კინოზე თინათი რომ მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს დოკუმენტური ფილმი, აი რაღაც ასეთი შთაბეჭდილება ძველი, რომ ვითომ ყველაფერი ქრონიკა. არა, ეს ყველაზე მხატვრული ფილმია მე თუ მკითხავენ. იმიტომ რომ მხატვრულ დონემდე აიყვანო ის ცხოვრება ძალიან რთულია. აი სწორედ კანდელაკს აქვს გადაღებული იქ ტაძარი, კასრის საყდარი იქ მოხსენიებულია, რომელიც უკვე აღარ არსებობს და ეს ხო უკვე დარჩენილია დოკუმენტად და რამხელა ფასეულია, რამხელა განძია ის 15 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. აი დოკუმენტური ფილმი ამიტომ უფრო რა ვიცი, უფრო როგორ თქვა, ძალიან საჭიროა. ისტორიაა, ეს ისტორიის შექმნა. აი ადრე მაგალითად ეს მერე და მერე მოდის დოკუმენტურ ფილმში ვაპრიალებდი ესე ვთქვათ რა სინქრონს რომ არაფერი ზედმეტი ეს სწორია არ თქვა და მერე მივხვდი რომ უხდება ეს ცხოვრება ეს რეალურია იმ ქალს რო იქ ცხვირზე რაღაცა აქვს თავარია ის რა პერსონაჟია ის უკან მიდის საოცარი ამბავი ხდება იქ საყდარ ბებო არის კადრში ხო როგორი ვაიმე ვიფიქრე ეს როგორ რა კუთხით გადავიღო იმ ხელა მეჭეჭი ქონდა და აღარ ჩანს მე ის მეჭეჭი ხრება იმიტომ რომ თვითონ არის ადამიანი საინტერესო აი ამიტომ მომწონს დოკუმენტური კინო ჩვენ უკვე ვთქვით რომ ფილმი მორჩით სწორედ ახლახანს და რამდენად აქტუალურად თვლით რომ შემოინახება ეს ფილმი ჩვენ სერში აი ხომ ხედავთ კანდელაკის ფილმი გადაღებულია არ ვიცი 40-იან წლებში იმ საუკუნეში
და აქტუალურია, იმიტომ რომ იქ არის ის ყოფა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები ქართველები არიან, შერეულია, ხო, ამტკიცებს იმას, რომ წნეხის ქვეშ არიან და ინახავდნენ ამ სარწმუნოებას, თვითონ ამ შექმნეს კიდობანები, თვითონ ჰქონდათ რა ვიცი, შესამოსელი, ყველაფერი ჰქონდათ, არ კარგავდნენ ამას თავის რწმენას. გარდა ამისა, მათი ყოფაც განსხვავდებოდა მუსულმანებისგან, იქ თუ დააკვირდით, გოჭთან მიდის ის ქალბატონი და თუმცა შერეულია, იქ უკვე ჩდება თუნგე, ეგ ადვილი თემა არ არის. ეს სერიოზული ამბავია და მე ისევ გავიმეორებ, რომ აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ რითაც დავიწყე, რომ ჩატარდა მეუფემ ჩაატარა წირვა ეს და კიდევ ერთი და რომ იქ უკვე ყავთ თავისი წმინდანი მღვდელმოწამე მიქაელი. ქალბატონი თინითინ, თქვენი ფილმი არის საგანმანათლებლო ხასიათის. შესაბამისად, თაობები იზრდებიან ისე, რომ ძალიან ცოტამ თუ იცის, სად არის ჰერეთი, რატო ქვია ახლა საინგილო და ასე შემდეგ. სად არის თქვენი ფილმი ხელმისაწვდომი, ან მომავალში კიდევ გეგმავთ თუ არა სეანსებს და ჩვენებებს, თუნდაც უნივერსიტეტში? არ ვიცი, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ასე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმა რომ დადიან ქუჩებში და სამშობლო და თავისუფლება იციან კი რამდენი რამეა მოსავლელი. რამდენი რამე არის სხვანაირად, სხვა ხედვით დასანახი. მე მგონი არა, სათანადოდ არ იციან. ხელმისაწვდომი რა ვიცი, ალბათ YouTube-ზე ავტვერთავ, იმიტომ რომ ამას უამრავი ადამიანი ელოდება იქიდან. და ჩვენგან დასაკვირველია, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი საინტერესო საუბრისათვის და რაც მეტი ახალგაზრდა გაიგებს, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ეს არ არის ჩვეულებრივი თემა. დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო კინორეჟისორი და ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი თინათინ ჭაბუკიანი. ახლა კი ვნახოთ ქალბატონი თინათინის ფილმი ალაზანს იქით ჰერეთია.